მენა დიდი რამე მეტაფიზიკური ეგ ხო ფილოსოფიაა მთელი ქრისტიანული, რომელმაც მე დიდი კულტურა შექმნა, ხო? ეს კასტმოყვარეობის უდიდესი ნაბიჯი, იმედის უდიდესი ნაბიჯი, ხო? სიკეთის თესვის უდიდესი ნაბიჯი. ეს ყველაფერი აი გარშემო რაც დღეს ხდება, რაც მანამდე ხდებოდა, ისტორიას გადაუღეჭია, იცით, ამ ბევრი დამპყრობელი უნახია ისტორიას, ყველამ როგორ დაამთავრა გვახსოვს, ყველამ ერთნაირად. ეს ყველაფერი თითქოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა, მე ესე აღვიქვა, გაიგე, რომ ადამიანში ბუნება არის ორნაირი, არის მტაცებელი, ნამდვილი და მეორე არის კეთილშობილი, ღვთისა აქვს რაღაცა. აი ეს ბრძოლა მიდის სულ კაცობრიობაში რა. და რომელ მხარე ყოველთვის სინათლე იმარჯვებს ხოლმე რა. მაგრამ მე ისევ ეს გამოჩნდება, ხო? როგორც შოთამ გითხრა, რომ კეთილმაზლია ბოროტი, როგორ სიტყვებია რა. და ისედაც ეხლა ნიკუშ წარმოიდგინე რომ დაუკვირდე, ხო? ეხლა 17 საუკუნეა ფაქტიურად რაც ავირჩიეთ, იმას მივყვებით ბოლომდე, ხო? აი ხა წარმოიდგინე კი ქრისტიანობა ხა ძალიან დიდ რაღაცას მოიცავს, ხო? კათოლიციზმი არის, პროტესტანტიზმი არის, ევანგელისტი, მაგრამ აი პირველი რაც იყო, ხო, რაზეც დავდექით, რომ ეს იყო მართლმადიდებელი, მართლის მადიდებელი ამბავი. იქიდან არასდროს აი ჯინაზე, იმაზე, ამაზე რომ აი არ გადაგვიხვევია რა. ეგ არის ყველაზე უფრო ჩემთვის მაგალითად ყველაზე უფრო აი საამაყო ამბავი რა. რომ ძალიან ბევრმა უმრავლესობამ გადაუხვიეს ამა თუ იმ საუკუნეში, ზოგმა იმაზე კათოლიკები უფრო ადრე, მერე პროტესტანტები უფრო გვიან, მერე ლუთერანები, მერე ნუ წარმოებს ქრისტიანობა გაიშალა და გაიშალა, მაგრამ აი ეს პირველი ღერძი რომელიც წამოვიდა, ეგ არის საამაყო, რომ იმას არ ვღალატობთ არასდროს რა.